შიდა კულუარებზე თუ იცი რამე და მე ის ხარი რატო გამოგიშვეს საზოგადოებრივ მაუწყებლიდან კულუარებზე შემიძლია ითქვა რომ და ქალბატონი თინა ძალიან დამწუხრებულია, იმიტომ რომ მე ზუსტად ვიცი და ერთგზის მომისმენია, რომ თინა ბერძენიშვილის სამომავლო საქმიანობა უნდა ყოფილიყო ევროპაში საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის ის განიხილავდა იბიუს, რომლის წევრიც არის საზოგადოებრივ მაუწყებელი, მაგრამ მაუწყებელთა კავშირი ევროპის ხო საზოგადოებრივი. თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციამ უკვე იბიუს მიმართა, რომ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი არ აღდება პირდაპირ ეთერში მომის დამყარებას. გარიცხონ. აუცილებლად ხო უნდა გაირიცხოს საზოგადოებრივ მაუწყებლები. ნახოთ, ეხლა იბიუზე არის ჯერი. მიუხედავად იმისა, რომ ველოდებით სანქციას, თინა არის მოწყენილი და რა თქმა უნდა, გაბრაზებულია იმაზე. ვიზე ხალხზე? არა ხალხზე, იმ ხალხზე, ვინც აპროტესტებს, მათ შორის მისი კოლეგები საზოგადოებრივ მაუწყებლიდან და მათ შორის ბატონ მაღლაფერიძეზე, რომელმაც ამ დღეს ჩააგდო. რატო მაღლაფერიძეს გაბრაზება? ანუ ამას ღიად ამბობს? არა, როგორ გეკადრება ღიად, რა თქმა უნდა, ასე ღიად არ გამოდის და არ ამბობს, მაგრამ ეს აზრი საზოგადოებრივ მაუწყებლის კედლებში თინა ბერძენიშვილმა